დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით მონაწილეობაზე ჩვენს გადაცემაში რუბრიკაში დეტექტორის გარეშე. ბატონო კონსტანტინე, მე მინდოდა მეკითხა, მამა თქვენს უყვარდა ცხოველები ალბათ ხო? იმიტომ რომ ვიცი, ფარშევანი ყავდა ეს. არა, არყოლია არასოდეს. ეგ ლეგენდა. ეგ ლეგენდებია, ჩვენ არყოლია არასოდეს ფარშევანგი, ჩვენ ყავდა შლები, ყავდა ჯიხვი, მაგრამ ეგ არა. თქვენ გიყვართ ცხოველები? ძალიან. ყავთ? კატა. არაფერი. ახლა ამას დიდი სახლი უნდა. დიდი ეზოთი. ჩვენ კოლხურკორს ჰქონდა საკმაოდ დიდი ბაღი, ამ ბაღში იყვნენ ეს ცხოველები, იყო მაგალითად მელიაც იყო იქ, ძაღლები იყვნენ, კატები, ჯიხვი, ჩემს ბავშვობაში მე ეს ჯიხვი მას თბილისის ზოოპარკს ჩააბარეს. და ვინ უვლიდა? მოსამსახურეები უვლიდნენ, მოსამსახურეები, ორი მოსამსახურე იყო, რომლებიც უვლიდნენ მათ. ეს არ იყო იოლის საქმე. და ნუ ხა რა თქმა უნდა წერას ჩუქნიდნენ ეს წერლის სიცოცხლეში აჩუქეს ეს ცხოველები და შემდეგ უკვე ნაკლებად ცხოველები რამდენადაც შემდეგ უკვე ბაბუას უფრო უყვარდა. დიახ, არა, მამასაც უყვარდა, მაგრამ მამას შესაძლებლობა აღარ ჰქონდა იმდენად, რამდენადაც დისიდენტობ, ნუ უფლება დამცველური მოძრაობის პერიოდი რო იყო, რა თქმა უნდა, იქ თვალთვალი იყო მიდიოდა იქ მაშინ და რაც ცოტა ძნელია, ხა ძაღლი კი იყო, მაგრამ ზოგჯერ ისიც რა ყოველთვის არა. თვალთვალის პირობებში ცოტა არ იყოს რთულია ეს ამბავი და აი თუ გისაუბრიათ თქვენს განცდებზე, მაშინ როდესაც წავიდა ზვიად გამსახურდია, ვთქვათ 6 იანვარს აქედან და ის პერიოდი, რაც გაიარა თქვენმა ოჯახმა, ისევე როგორც თელმა ქვეყანამ. აი თუ ქონიათ რომ დეპრესიის ან რაღაცა ტანჯვის შეგრძნება იმ წლებში, მე ძალიან ხშირად ვიყავი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე პერიოდები გამოვიარე, მე ვიყავი ემიგრაციაში შვეიცარიაში, შვეიცარიის კონფედერაციაში 1992 წლიდან 2006 წლამდე. კონკრეტულად თქვენი წასვლა რამ განაპირობა? რამ განაპირობა ჩვენ ვიმალებოდით, იცით, ჩვენ მე მაშინ მახსოვს ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა, როდესაც თბილისში დაიწყო სროლა რუსთაველის პროსპექტზე. და მან განაცხადა, რომ პუტჩის, ასე ვთქვათ, მონაწილენი და აქტივისტები აპირებენ პრეზიდენტის ოჯახის ძევლად აყვანას, რათა აიძულონ პრეზიდენტი დათმოს პოზიციები და გამოვიდა ჩაბარდეს. ქალი იყო. დიახ, ქალბატონი მანანა ძოძუაშვილი იყო და მე მახსოვს მისი განცხადება და როგორც კი მან ეს განცხადება გააკეთა, ეს განცხადება მან გააკეთა სროლების დაწყებიდან სულ 2 საათში. მაშინვე დავტოვე სახლი, სხვათა შორის ჩემს ფეხმძიმე მეუღლესთან და 3 წლის ვაჟთან ერთად და ჩვენ გადავედით ისეთ ბინაში, რომ არავინ არ იცოდა. შემდეგ კიდე შევიცვალეთ, ორჯერ შევიცვალეთ ესე ბინა, ვიდრე დავტოვებდით ქვეყანას. ფაქტიურად 2-3 მეგობრის გარდა არავინ არ იცოდა ჩვენ სად ვართ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ქალაქის ცენტრში, პერიფერიებზე ვიმალებოდით და ესე ვიცვლიდით ადგილმდებარეობას და შემდეგ უკვე ბაქოს გავლით, მაშინ საბჭოთა კავშირი კი აღარ არსებობდა, მაგრამ ის, ასე ვთქვათ, საზღვრები ჯერ არ იყო შექმნილი, ასე ვთქვათ, კონტროლი, სასაზღვრო კონტროლი, საბაჟო конტროლი არ იყო. თქვენ ძმებსაც მოუწიათ? არა, ისინი ჩემი ძმები მამასთან ერთად წავიდნენ ჯერ ერევანში და შემდეგ ლეგენდარული ულმან ფრინავმა, ჯოხარ დუდაევის მხარდაჭერით, ზაურბედიამ მოახერხეს მათი გადაყვანა ერევნიდან გროზნოში და მე ამ დროს ვიყავი ჯერ კიდევ საქართველოში, მაგრამ როდესაც მე გავიგე რომ ეს უკვე ისინი გროზნოში არიან, ჩვენც დავტოვეთ უკვე საქართველო, აი ბაქოს გავლით და ჩავედით მოსკოვში და მოსკოვში რამდენიმე დღე დავყავით და შემდეგ შვეიცარიიდან მივიღე მოწვევა. მაშინ ასე ვთქვათ ვიზებით ხდებოდა, მოწვევით ხდებოდა ვიზების მიღება და მივიღე ვიზა. რა თქმა უნდა, მაშინ პრეზიდენტის შვილი, რა თქმა უნდა, აქ თავაზობდნენ პოლიტიკურ თავშესაფრს. აქ არ იყო სიტუაცია და დაალაგებული, გაურკვეველი იყო სიტუაცია, არ იცოდნენ შევარდნაძე დაბრუნდება, არ დაბრუნდება. მე მახსოვს, როდესაც გავდიოდით სასაზღვრო, ასე ვთქვათ, გამშვებ პუნქტზე, შერემეტიევოს აეროპორტში. მახსოვს, როგორ გაგვაჩერეს დაახლოებით 40 წუთი.
აი მე საზღვრე რომელიც საოცრად აი ესე აჭარხლებული იყო ნერვიულობისგან იმეორებდა ტოცამ ეს ის არის შემდეგ ისინი საუბრენ უფროს ცლის უფროს ეს პოლკოვნიკი იყო ეს კაცი გამოვიდა ეს კაციც აგვესაუბრა ну როდესაც ნახა რომ საბუთები წესრიგში იყო თქვა რომ არანაირი საფუძველი არ აქვს რომ ჩვენ ისინი გავაჩეროთ და გაგვიშვეს ამის შემდეგ უკვე შვეიცარიაში მე პოლიტიკურ თავშესაფარი მოვითხოვე და აი მე როგორც განვითარდა მოვლენები მაშინ მე საქართველოს მოქალაქეობაც არ მქონდა ჩვენ მქონდა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ანუ მე პოლიტიკური თავშესაფარი ჩემი ქვეყნის ასე ვთქვათ საქართველოს მიმართ არ მომიწონდა საქართველოს წინააღმდეგ არ მომითხოვია ეს იყო საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ეს გადატრიალებაც საბჭოთა კავშირთან იყო დაკავშირებული, აქ იყო ჩართული უცხო ქვეყნის ჯარი, სპეცსამსახური, ფინანსური, სპეცსამსახური და პოლიტიკური რესურსი. აი თქვენი განცდები მაშინ. აი როდესაც გროზნოდან შემდეგ დაბრუნდა ზუსტად გამსახურდი აფხაზეთის ჩემი განცდა იყო რომ არ გამოვრიცხავდი იმას რომ სამშობლო ვერასოდეს ვერ ნახო. და ეს იყო ძალიან ძიმე განცდა, აი უმძიმესი. რას ფიქრობდით, რატო შეიძლება ვერ გენახოთ? რატომ შეიძლება ვერ ნახო და იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალებია ამ ყველაფერში ჩართული და ძალიან დიდია ის დაპირისპირება, ანტაგონიზმი, რასაც ზვიად გამსახურდიას და მისი ოჯახის მიმართ ადგილი ჰქონდა. ელოდით მამის ასეთ დასასრულს? არა, მართალი გითხრათ არა. ეს ჩემი ალბათ სისუსტეა, რა ვიცი, შეიძლება ჩემი მიამიტობაც არის ეს რომ არ ველოდი. ანუ ყოველ შემთხვევაში უფრო პოზიტიურად ვფიქრობდი. მე მაინც მჯეროდა რომ ესე არ მოხდებოდა. ანუ ფიქრობდით რომ იქნებოდა ემიგრაციაში. რომ ეს მკვლელობით დაასრულებს, ნამდვილად მაინც მიჭირდა ამის წარმოდგენა. ახლა როგორი წარმოსადგენია ისე. რა თქმა უნდა. მე ნებისმიერს ვკითხავდი რომ ნამდვილად ვეტყოდი რომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია მათთვის. ყველასთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი ფინალი. და კომუნიკაცია გქონდათ ბატონ ზვიადთან? იცით როგორ არის თავიდან რა თქმა უნდა დიდი კი გქონდა რა თქმა უნდა ახლა გროზნო მაშინ არ არსებობდა ეს მობილურები რო ყოფილიყო რა თქმა უნდა ყოველდღიური იქნებოდა მაგრამ ის ტელეფონები როგორ ფუნქციონირებდა იცით აი ხან გადიოდა ხან არ გადიოდა ხან კაცმა არ იცის ვინ გიპასუხებდა ნუ ეს ადვილი არ იყო ხანდახან შუამავლების საშუალებით აი მაგალითად პარიზში მცხოვრები ემიგრანტი შალვა თაყაიშვილი იყო ხანდახან ჩართული ზოგადად თავიდან რა თქმა უნდა ოპტიმიზმი მეტი იყო. ნუ ხეს მე არ ვამბობ იმას, რომ მხოლოდ ვთქვათ ასე ვფიქრობდი, რომ სამშობლოს ვერ ახლა ოპტიმიზმიც იყო, რომ მაგრამ ეს ოპტიმიზმი რა თქმა უნდა გარკვეული დროის შემდეგ უკვე ძალიან ასე ვთქვათ გაფერმკრთალდა და რაღაცნაირად დაიკლო. რა თქმა უნდა ეს ძალიან ძიმე ფურცლებია საქართველოს ისტორიისა, ეს საჭიროებს ალბათ გადამუშავებას, ობიექტურ შესწავლას და რა თქმა უნდა დაძლევას. ეს უნდა დაიძლიოს დაპირისპირება საქართველოში ძმათამკვლელი ომი ეს არასოდეს არ უნდა განმეორდეს ეს აწყობს მხოლოდ მტერს ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოძულეს თქვენ რუსეთის მიმართ ხშირად გამოთქვამთ ხოლმე თუნდაც სოციალურ ქსელში კრიტიკულ მოსაზრებას აი რა არის თქვენთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა თქვენი ოჯახისთვის ალბათ მაგრამ რუსეთის მიმართ კრემლის მიმართ მე გამოთქვავ კრემლის პოლიტიკის მიმართ ეს როგორ არის იცით რომ ეს მაინც არ არის რუსეთი მიუხედავად შეიძლება რუსეთი დღეს არ გამოთქვამს პროტესტს მე მგონი ხალხს პროტესტს არ გამოთქვავს ამის წინააღმდეგ ისეთ ხელშესახებ პროტესტს რომ აი თქვა ღირდეს ხსენებათ მაგრამ მე მიუხედავად ამისა მე მაინც არ გავაიგივებდი არც რუსულ კულტურას არც რუს ხალხს ცალკეულ ინდივიდებს არ შეიძლება ყველაფრის ერთ ქვაბში ჩაყრა. არც ერთია კრემლის პოლიტიკა და მეორეა რუსული კულტურა, ეს რა თქმა უნდა ჩვენ დაკავშირებული ვიყავით ამასთან, როდესაც მე ვიზრდებოდი რუსულ წიგნთან, ლიტერატურასთან, მუსიკასთან. რატომღაც აი შვეიცარიაში ჩემი ვაჟები ორივე მუსიკოსი იყო, ნუ ერთი დარჩა მუსიკაში, მეორე ხა ავარდია, ხა მეტე დარჩა მუსიკაში. წინ როდესაც უკრავდნენ ხოლმე რუს კომპოზიტორებს, იქ ცხოვრებ რუსებს უკვირდათ, როგორ პრეზიდენტ გამსახურდიას შვილებმა დაუკრეს რუსი კომპოზიტორი, ეს წარმოსადგენია, მეგობრებო, აი რაღაც ეს კითხვებს ვსვავდნენ. აი ესეთ მე ვთვლი რომ სულელური დაყენებაა საკითხისა და ეხება იმ დეზინფორმაციას, რასაც რუსული მასმედია ავრცელებდა ზოგადად გამსახურდიას
იმას რუსოფობიის წინააღმდეგ არასოდეს არ ყოფილა რუსოფობია არ ყოფილა რუსოფობია ნამდვილად არ ყოფილა არა ვითომ ის სხვა ერების წინააღმდეგი იყო ესეც რა თქმა უნდა მტკნარი სიცრუე აი თვალებში მტრის შეყრა ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია ჰუმანური ადამიანის წარმოდგენა ვიდრე ზოგადად გამსახურდია იყო ოსების და აფხაზების ვითომ აფხაზების და აი რა სისულელია ესეც ის ამბობდა ერთ რამეს რომ მართალია საქართველო არის ქართველების ქვეყანა ცხადია ისე როგორც გერმანია არის გერმანელების ქვეყანა ინგლისი აბა როგორ არის სხვანაირად რა თქმა უნდა მაგრამ ყველას აქვს უფლება საქართველოში იცხოვროს ყველას აქვს თანაბარი უფლება ყველას აქვს ასევე უფლება აირჩიოს უნდა თქვა ის გახდეს ქართველი უკვე კულტურულადაც თუ თქვა პოლიტიკურად იყოს ქართველი და თქვა კულტურულად დაიტოვოს თავისი იდენტობა განცდით. და დღეს აი ეს იყო ზოგადად გამსახურდიას დამფუძნებლური მოღვაწეობის ძირითადი არსი და არავის რასაც მას აბრალებდნენ, რომ საქართველოს მხოლოდ ქართველებს და აი რაღაცა სისულელეებს. ფიქრობ თუ არა დღეს ზოგადად გამსახურდიას ძალიან ბევრი იდეა ძალიან აქტუალური გახდა მსოფლიოში. რა საკურველი აქტუალური გახდა ცხადია. აი მინდოდა მეკითხა როგორ დღეს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში აი 21 საუკუნე აი ეს პერიოდი ავიღოთ ის იქნებოდა აღმოსავლეთის და დასავლეთის დიალოგის მომხრე რა თქმა უნდა დიალოგი იყო უმთავრესი იგივე კავკასიისა და თქვათ კავკასიის ხალხებისა და რუსეთის საზოგადოებრიობას შორის გასწევდა ძალიან დიდ შუამავალ მისიას ასრულებდა კონფლიქტს ოკუპაცია რომელსაც რუსები კონფლიქტს ეძახიან და ასე შემდეგ კონფლიქტიც თავისთავად არის არ მოხდებოდა იცით მის დროს ოკუპაცია არ მოხდებოდა ის მოახერხებდა როგორც აფხაზეთში მოახერხა მან პრაქტიკულად მან დაითანხმა აფხაზები პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩატარდა ერთობლივი არჩევნები მათ კვოტებით მიიღეს ხო პრეზიდენტის მიიღეს სახელმწიფო ენა აფხაზური ქართულთან ერთად პრეზიდენტი აფხაზი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ქართველია ესე განაწილდა რა და აი ეს იყო ის კომპრომისი რომელიც მან მიიღო აფხაზეთთან მიმართებაში და ფაქტია რომ აფხაზები ამაზე წამოვიდნენ დაიწყო მყიფე, მაგრამ სამშვიდობო პროცესი. მოლაპარაკებით მოახერხებდა თუ ფიქრობთ კავკასიის ჩართვით. თქვენ ფიქრობთ რომ ეს მაინც თავარი გასაღები ამ კონფლიქტის მოგვარების მაინც ამ კრემლს უჭირავს? აუცილებლად კრემლსაც ჩართავდა ის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მას ბორის ელცინთან. ბოლოს რა თქმა უნდა ელცინის გარემოცვამ, რომლებიც მომხრე იყვნენ ამ ყველაფრისა, მათ გააფუჭეს ეს ურთიერთობა. თორემ ბოლო მომენტამდე ცდილობდა ელცინთან ურთიერთობას. ასე ვთქვათ, აი ამ გარემოცვამ აგენტურამ დაძაბა ეს სიტუაცია რაღაცნაირად. ზოგადად ის რაც მოახერხებდა ამას, რომ რუსეთიდანაც და კავკასიიდანაც, ან ორივე მხრიდან, აი ჩართულობით მოეგვარებინა ეს კონფლიქტი იგივე სამაჩაბლოში, უკვე პირდაპირ გადიოდა უკვე იგივე ლადიკავკაზის პოლიტიკურ წრეებზე. ისინი წანახმა იყვნენ რომ გველაპარაკა. ანუ ზოგადად გამსახურდეს გადატრიალება ხელისუფლების ეს ქართველების ბრალია? იცით როგორ არის? მათი ქართული ეროვნების მქონე ქართული ეროვნების პირთა ბრალიცაა ეს და რა თქმა უნდა გარკვეული მწრეების რომლებიც იყვნენ თავმოყრილნი როგორც რუსეთში ისე ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ ცენტრებში. ანუ ეს იყო მათი მოფიქრება, ვისაც ზუსტადაც რომ ომი აწყობდა კავკასიაში. ეს იყო ომის პარტიის გადატრიალება. სწორედ ომის პარტიამ მოახდინა ეს გადატრიალება და მათ გამოიყენეს, ასე ვთქვათ, ასევე ომის პარტიის წარმომადგენლები რუსეთში. რუსული, ასე ვთქვათ, ღრმა სახელმწიფო. რუსეთსაც თავისი deep state აქვს, თავისი ღრმა სახელმწიფო აქვს. მხოლოდ დასავლეთს არ აქვს. ეს იყო რუსული და დასავლური ღრმა სახელმწიფოების შეთანხმება. მაშინ ასე იყო საჭირო. დიახ, მაშინ ასე გადაწყვიტეს, ომები გაჩაღდა აქ, რა თქმა უნდა, აფხაზეთის კონფლიქტი, გაღვივდა ისევ სამაჩაბლოს კონფლიქტი. ზოგადად ზოგადად გამსახურდიას ხელისუფლების ბოლო პერიოდში სამაჩაბლოში კონფლიქტი თითქმის უკვე მილევად რეჟიმში იყო. ის ფაქტიურად დასრულებული იყო. რომ არა ეს გადატრიალება მისცა ახალი იმპულსი ამ კონფლიქტს. თორე რომ არ ყოფილიყო ეს გადატრიალება, იქ არაფერი არ მოხდებოდა. მამას უფრო გავხართ თუ ბაბუას ხასიათით? ის რაც მე მათგან ვისწავლე, ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის შრომა. და ეს არის ადამიანური ღირსების პატივისცემა, ამაზე მეც მაგრამ თქვენ თავს ასე ხასიათში არ მსგავსებთ? კი როგორ არა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ასე იყოს. რამდენადაც ბავშვობიდან მათ უყურებ და ძალიან ბევრ ამას მათგან
ვითვისებდი სწავლობდი. ერთგვარი ჭდილიც არის თქვენთვის, ნუ რა ვიცი, ხა ამბობენ ხო რო ჭდილიო და რაღაცა დიდი ხეები ჭდილში, რაღაცა პატარა ხეებიო, ნუ პოზიტიურად უნდა შეხედოთ ამას, ნუ მაინც ისე არ არის რომ თქვა დიდი ხეების ჭდილში პატარა ხე ვერ იხარებს, ძალიან კარგად იხარებს, ის დიდი ჭდილი დაცვაც არის. ის არ არის მხოლოდ დათრგუნვა, ეს ხო ჩვენთან მხოლოდ დათრგუნვას უყურებენ. ამას უსვამენ ხასიათში, ის დაცვაც არის. და პირიქით ალბათ ძალიან დიდი საგანძურიც არის და რასაკვირველია და საგანძურიც არის და დაცვაც ორივე. მართალია თქვენთან საუბარი ალბათ აი საათობითაც რო გაგრძელდეს, მაინც ვერ ამოვწურავდით. მადლობა გულწრფელი. მადლობა თქვენ, მადლობა.